რომელი ინტერვალზეა y(x)-ის ცვლილების საშუალო სისწრაფე -4-ის ტოლი. ნუ რაღაც ინტერვალები გვაქვს ვარიანტებად, მაგრამ ჯერ ერთ რამეზე დავფიქრდეთ უცებ. აი ხლა მაგალითისთვის რომ მოვიღო ეს ინტერვალი -8-დან -2-მდე. ნუ თავიდან ძალიან ესეთი ციცაბო არის ასე ვთქვათ, დახრილობა, ნელ-ნელა იკლებს, ბოლოს საერთოდ არაა დახრილობა, ნულია. მე ისე ვიმატებს, მაგრამ თავი აქ ის არის, რომ ბოლოს რომ მოხვალ აი ამ წერტილას, საიდანაც დაიწყე, იქ დაამთავრე. ანუ ასე ვთქვათ, საბოლოო ჯამში ცვლილება არც გქონია, ხო? ისე ვიქხარ. და შესაბამისად საშუალო ცვლილებაც იქნება ასეთი ინტერვალისთვის 0. ეს ისე ერთი შეხედვით შეფასება რომ შეგეძლოს ადამიანს. ხლა მოდი ვნახოთ, მივყვეთ ვარიანტებს, რას გვეუბნებიან. ცხადი ერთი პასუხი იქნება აქ სწორი, ამიტომ ბევრის ძებნა არ მოგვიწევს, ერთს რო ვიპოვით, ეგ იქნება სწორი. ეხლა ნახოთ. პირველი ამბობს, რომ -1-დან 1-მდე ინტერვალში. ნუ ნახოთ. აი აქ არის -1, -1 როცა არის, ესაა ფუნქციის მნიშვნელობა, 1 როცა არის, ესაა ფუნქციის მნიშვნელობა. და ეხლა დავაკვირდეთ. 1-ით რომ გადავდივარ მარჯვნივ x-ზე, 1, 2, 3 და 4-ით დაბლა მიწევს ქვემოთ ჩასვლა. კიდევ 1-ით რომ გადავდივარ მარჯვნივ, 1-ით რომ მარჯვნივ გადავდივარ x-ზე, ისევ 4-ით დაბლა მიწევს ჩასვლა. ან სხვაგვარად, 2-ით მარჯვნივ გადავედი, 4-ით ქვემოთ ჩავედი. და ეხლა მართლაც რომ დავფიქრდეთ, Δy გაყოფილი Δx-ზე რა არის? თუ 1-ით მარჯვნივ რომ გადავდივარ, ჩავდივარ 4-ით ქვემოთ, ესე იგი ეს იქნება -4 გაყოფილი 1-ზე, ანუ -4. და აღმოჩნდა რომ პირველივე ინტერვალზე არის -4-ის საშუალო ცვლილება.